ეხლა მივდივართ მოკლედ ევროპაში ჩვენ რა. მივდივართ, არა, პორტუგალიაში მივდივართ ეხლა. მოკლედ მეგობრებო, ევროპის იმ წერტილში მოვიდით, სადაც თქვით რომ ჩამოვიდოდით, პორტუგალიაში ვართ, პორტოში ვართ და სანაპიროზე ვართ, ამის იქ რაღაცაფერი აღარ არის. ანუ ამის იქით ოდნავ ლადო არის და მე რაღაცაფერი აღარ არის. ჩამოვიდით, შევასრულეთ ჩვენი გეგმა, აქედან ცოტა გემები შეგვეცვალა, ლადოს ეჩქარება საქართველოში, როგორც მითხრა, სახში მინდაო დედიკოსანი. და ეხლა უარს ხო ერთხელ ადამიანი. და აქედან უკვე ჩვენი გზები გაიყოფა, რაღაც ქვეყნებს დავემთხვევით, მაგრამ ცოტა დროში ავსებით სავარაუდოდ და რა ვიცი, მე მგონი რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ. მოკლედ 13 ქვეყანა გავიარეთ ერთად, სულ საერთო ჯამში 12000-ზე მეტი კილომეტრი გვაქვს გავლილი, აქედან 7000-მდე გვაქვს მოტოციკლეტით გავლილი და დანარჩენი გვაქვს მანქანით ნასიარულები რა. ამის გარდა პლუს უკან საქართველომდე თბილისამდე გვაქვს კიდე 7500 კილომეტრი სასიარულო. ხო და სიგიჟე არის 34 დღე არის უკვე წამოსულები ვართ, მგონია რომ 1-2 წელია საქართველოსდან წამოსული ვარ, იმდენი რამე მოხდა ამ 34 დღის განმავლობაში და იმდენი ყოველდღიური ცვლილებები იყო, რომ უკვე აი გადდატვირთული ვარ. მაგრამ წინ გველოდება კიდე დაახლოებით 20 დღიანი ტური საქართველოსამდე. ხო, ერთი ამდენი დაახლოებით, ნუ. ხო რა, ცოტა ნაკლები, ოდნავ ნაკლები რა. ნუ შენ სავარაუდოდ ცოტა უფრო მეტი მოგიზავს, იმიტომ რომ რომელიღაც ქალაქებში ცოტა უფრო დიდხანს დარჩები. ხო, ანუ მე დროში არ ვარ შეზღუდული და მაგის ფუფუნებას თქვა მაქვს. მე სამწუხაროდ უკვე ისე ვარ, რომ აგვისტოს დასაწყისამდე ყველა ვარიანტი საქართველოში უნდა ვიყო, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს იქ. აქედან გამომდინარე უკვე ნელ-ნელა აქედან პორტოდან ეს არის ეხა ვართ ამ წუთას ევროპის ყველაზე უკანასკნელ ქუჩაზე, ყველაზე უკანასკნელ ხმელეთის ნაწილზე. ამის იქით არის უკვე ოკეანე და ოკეანის ბოლოში არის სადღაც იქით რო ჩავყვინთოთ და გადავწვოთ და ხდება ამერიკა რა. ხო და მოკლედ ევროპის ბოლომდე ჩამოვიდით ჩვენი ქართველი კავასაკებით. აგე, გენოსოლე. ასევე მინდა ვთქვა რომ კავასაკმა არ ვიცი იმენა აი არაფერი არ მოსულია, ერთ-ერთი რაღაც მოეშვა და მოუჭირე, მე არაფერი. აბსოლუტურად არაფერი, არც ერთ კავასაკს, ნუ წამოსვლამდე რა თქმა უნდა დავასერვისეთ ეს ორივე მოტოციკლი და იდეალურად გავამზადეთ იმისთვის რომ ამდენი კილომეტრი ერთად გვევლო, იდეალურად და შესაბამისად, ნუ შედეგიც გამოიყო და ნამდვილად ერთი წუთი არ დაგვიხარჯა მოტოციკლის კეთებაზე. ზეთები დავასერვისეთ ახლა, პორტუგალიაში დავასერვისეთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და გამოგვატანა ყველანაირი საფაქციო საშუალება. აბსოლუტურად ყველაფერი მართლა. რაც კი შეიძლება რამე გზაში დაგგვჭირვებოდა, ყველაფერი თან გვაქვს და ჯერ ნახევარიც კი არ გამოგვიყენებია რეალურად რა. ხო და აქედან უკვე ნელ-ნელა დავიძრებით, მე დღესვე დავიძრები პორტუგალიიდან უკვე ესპანეთისკენ, შენ სავარაუდოდ ხვალ წამოხვალ, ხო? ხვალანზე წამოვალ. ხო, ანუ კარგია დღეიდან იყოფა ჩემი და დავითის გზები და რომელიღაც ქალაქებში ისევ გადავაკვეთებით ერთმანეთს დიდი ალბათობით, ოღონ, ნუ აი მე რო უკვე წასვლას დავაპირებ, შენ მაშინ ჩამოხვალ, ეგ მომენტი იქნება. შეიძლება გამოვიდოდ რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დავითს პარტნიორობით პირველ რიგში. ასე ძალიან დიდი მადლობა ლადოს. სხვადასხვა არ მყავს ეს დაფოლოვებული და დაგაფოლოვები ხარ და აი ტანჯავს გეუნებით. აი ეს არის ლადოს მოტოლოგი, რახან შევძელით ჩვენ გუნდმა რომ აი აქამდე ჩამოგვეღწია და ეს ვიდეო და საიდანაც უყურებთ არის ძალიან ბევრი შრომის შედეგი დამიჯერეთ და აი ამ სტიკერს დავაკრავთ ახლა აი აქ ევროპის უკანასკნელ ხმელეთის ნაწილზე და ვინც მოხვდებით პორტოში ძალიან გამიხარდება თუ აი აქედან ამას მანახებთ რომ ნამდვილად აკვირია კიდევ ისევ აქ აი ეს ეგარ. всё, აქანე ვარ, ციმონ განავალე. ეხლა მოვედით პორტოს ერთ-ერთი ცნობილი ლოკაცია არის, ვინც ჩამოხვალთ პორტოში, აუცილებლად მოდით და ესტუმრეთ ამ ლოკაციას. რაღაც ადგილობრივი კერძი არის, ძალიან გემრიელიო, გვითხრეს. ხო და მოვედით ესეთი გარემო არის. ნუ ამ გარემოს ალამაზებენ რა თქმა უნდა ჩვენი გოგონები. აგერ Suzuki Viking-ი, ვისაც ვიცით ზოგადად რა ბაიკი არის, აგერ არის Suzuki Viking-ი. თავის კლასში ლეგენდა არის ეს ბაიკი როცა გამოვიდა და აგერ არის მოკლედ ეს გაზელა, აი ეგეთი ლოკაცია არის და განახეთ შიგნით რა სიტუაცია არის. ესე, ოპა, აი მოვიდა ჩვენი კერძებიც. ეს ჩემია? აბა. აი, აგერ არის ესეთი გემრიელობა არის. რეალურად არაფერი განსხვავებული, რაც ჩვენ ჭავთ ხოლმე ეს ყველაფერი და რატო არის რაღაც ადგილობრივი და ფენომენალურად აღსანიშნავი, არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივი კვერცხია, კარტოფილი არის და სტეიკი უნდა იყოს, როგორც ვიცი. ეს სტეიკი არის? აი შეტე სტეიკი. ხო, ეს არის სტეიკიო, ნახოთ აბა. ძალიან გემრიელობა იყო, ესე გამოიყურება ჩვენი ნაომარი.
Thanks so much, bro. Thank you, have a nice day. You too. All right, okay. Sorry, bro. მოგეწონათ? მართლა? მაგარი ჯიგრები არის, ამბიჭო. გარეთ ხდება აი ეს, ანუ ეს ხალხი ელოდება, ეხლა ჩვენ როდის შევჭამდით, რომ აი ეს ხალხი შემოვიდეს შიგნით. აი ესეთი სიტუაცია. მოკლედ, ვინც მოხვდებით პორტოში, აუცილებლად მოდით აი ამ ლოკაციაზე, იმიტომ რომ მართლა გემრიელი იყო ყველაფერი. სტეიკი ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა ვიზუალურადაც და მართლა ნორმალური გემოქონდა, მე დიდად არ ვარ სტეიკის მოყვარული, მაგრამ მართლა კარგი გემოქონდა. და სხვა შორის ფასები ძალიან მისაღები ფასი იყო. ეხლა მაგალითად 6 კაცის ყובה დაგვიჯდა დაახლოებით 60 евро რა დაახლოებით რა. და ნუ ამ ფასად ევროპაში ძალიან იშვიათია რომ რაღაცა მიირთვა კარგად თან გულიანად რა. ალღო ოი მე და წავედი. ო, საღამოს იწერები. რაში ხარ სათხარ და იწერები არა, წაიტაკა. საბაგიროზე მოვედით, იმიტომ რომ პორტოს გადმოხედოთ ზევიდან და ვნახოთ რა სილამაზე არის ზევიდან ამ ყველაფრის დანახვა. და ძალიან ცხელა, ვერ ვსუნთქავ ისეთი სიცხე არის. იმედი აუ რა კაია, ცველი მომხდა. აკვარ. დაბლა ცოტა, დაბლა. აი ეგრე რა, მე აკვჩები, ადი შენი კატავი ჩამოდი რა. წავედი, მალე მოვასწროთ. ვაიმე მეშინია ძალიან. ვაიმე რა სიჩქარით მიდის, ვაიმე. ძალიან ცხელი. ეხლა მოვედით პორტოს ყველაზე საშუალო წერტილში. აქედან გადმოხედოთ ეხლა რა ლამაზობა არის პორტოსებიდან. უი, მართლა რა ლამაზია. მართლა 40 გრადუსი არის სიცხე, აი იმენა ვერ სუნთქავ ისეთი სიცხეა, მაგრამ პროსტა რა სილამაზია დააკვირდით. შეხედე, აი ცოტა იქით გაატრიალე კამერა, ცოტა მარჯვნივ კიდე ნახე. კიდე. აი ამ სიგრძე რო იყოს, ახლა ჩვენი ტრანზიტი რა იდეალურად ჩავეტევით, პროსტა შიგნით იკაიფე. ნახე რა ლამაზია, ბიჭო, პროსტა თვითონ ეს გაფუჭებულია, მიურტყია უკან შიტოკი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი არის რა. ძალიან მომწონს ეგ მანქანა. დიდი ბიჭო რა გავიზრდები, ეგეც ვიყიდე. Hello. გამარჯობა, მადლობა. კი. მადლობა, გაიხარ. კი, მე ვარ, კი. გაიხარ. კი, მე ვარ. გახლავართ, შემთხვევით, მადლობა. მიცნეს და ხელს მიქნევდნენ, მატარებლინა შენ ის იუთუბერი არა ხარო და მეთქი მე ვარ, ჩამოდით მეთქი და არ გააჩერა მძღოლმა. იცი რა მაინტერესებს, მაგრამ ეხა აქედან რომ გადავაფსა, როდის ჩაებსმევა შიგნით. რამდენი ხანი იქნება გზაში ხვდები? ცდი, რატო არ ვცდი? ნახე, რამდენი ხანია ჰაერში. შევიდეთ ახლა მოტოციკლისკენ. გამარჯობა.
Raჩე ეხა ჩამოფრენდიო მეცო რა. რას იწყე დამოხვედრე თუ აქაო და მე უთხარი მეთქი აკაური არა ვარ. ჩამონავალი ვარ აქანა მეთქი და მეცო ეხა აქ ვარ მონოტროს უნდა გავუფრინდეო და სანამ ეხა მეც გული წამოვიდა ჯობია დავждე მოტოციკლებაზე და წავიდე თორე მართლა დამცხელა. დედასთან მინდა წავედი. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორ ლიდერ სპორტს და აქვე უდიდესი მადლობა თეკეტა მოტორს, რომელიც არის მოტორის ოფიციალური წარმომადგენელი, რომ მომცა საშუალება ესეთ 40 გრადუს სიცხეში ამოსულიყავი, ამოთრეულიყავი პორტოს ყველაზე მაღალ წერტილში და გამოფლიანებულიყავი ბოლომდე და ეს ჩემი სიმწრით ნარეცხი ლიდერ სპორტის მაისური გამეოფლიანებინა სულ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. აი ჩვენი ლამაზმანი დასასრულებელი ყავს სხვათა შორის, ერთი სული მაქვს, როდის გავალამაზებ ისევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი 7000 კილომეტრი აქვს ფაქტიურად სახეზე შემხმარი და ერთი სული მაქვს, როდის მივადგები, რომ ხეხო საკაიფოდ რა. რუსთაველის გამზირზე ვართ ახლა პორტოში. თლა რუსთაველი არ არის, მაგრამ ლოკაციურად აქაური რუსთაველია, როგორც ჩვენთვის რუსთაველი არის. აჰა, აი ესეთი პატარა მოჭყოპნული ქალაქი არის. წარმოგიდგენთ, მაგრამ რაღაცა ძალიან პატარა ქალაქი არის რა, თითქოს ერთი დიდი უბანი არის რა. ხოლმე ძალიან ბევრი ორბორბლიანი ტრანსპორტი დადის, აღონ ძირითადად არის სკუტერები და არის ენდუროები. რაღაცა სხვა კლასი ესე არ შემხვედრია. იამაჰები ყავთ კიდე MT-ები ძალიან ბევრი. MT-07, MT-09, 07 ტრეისერი, 09 ტრეისერი, GT, აი ყველანაირი ტრეისერები ყავთ მოკლედ რა. You came from Georgia? Yep. In the bike? How much time? 7,000 kilometers, 1 month. 1 month? 1 month. What a big one and adventure. მულტისტრადა იყო ახალი. ოპანა! ისარიკა! აი! ელიავაზე გავიჩდეთ. მაგრამ აქ არის ზევით კავასაკის და სუზუკის და ბენელის და სიმის შოურუმები. ესე აქეთ არის Honda-ი, კიდე რაღაც სკუტერების ბრენდები არის და ეხლა ვართ აგერ პიტსტოპში მოვედით პორტოში. პორტუგალიის პიტსტოპი არის, მოკლედ ეს აგერ, აი და ბარემ შევიდეთ დავათვალიეროთ როგორი არის აქაურობა. აი ესე შემოდიხარ და რა თქმა უნდა ნაცნობი მოდელები და რა თქმა უნდა ძალიან კარგი გარემო. მოტოგუცები, რომლებიც საქართველოშიც არის პიტსტოპში, სტელვიოები, აქაც მედლები, ვესპები. მოკლედ ყველა ის მოდელია, რაც ძალიან ნაცნობი არის ჩვენთვის. პიტსტოპში არის ეს ყველაფერი, ნანახი ყავს, გატესტილი ყავს, გვიტარებია და მოკლედ ძალიან შინაურული გარემოა აქ. აი ეს რა უზდელობები შემოუყენებიათ აქ, ნახეთ Suzuki GSX-8S-ი. ვინც უყურებთ ჩვენ ვიდეოებს. Full carbon. ხო, ეს მოდელი გავტესტეთ ჩვენ. სხვა შორის ძალიან ბევრი დეტალი აქვს ამ მოტოციკლის შეცვლილი და აშკარად ძალიან ბევრი აქვს დახარჯული მის მეპატრონეს ამ ბაიკზე. მე რა თქმა ამ 4 ცილინდრიანზე დახარჯვა ამდენის ვერ ხვდები, მაგრამ ხო, აშკარად უყვარს ძალიან თავისი ბაიკი. ხო, აი აქ არის სერვისი უკვე ნახეთ. აი ესე. აი ეს ტიპი არის. აი ესე. ძალიან კარგი გარემოა, სხვათა შორის გრილა, გარედან რო შემოდიხარ. სხვა სიტუაცია არის აბსოლუტურად. ესეთიც ზუსტად არის თბილისში, პიტსტოპში. რა აბა? BMW-ია. ხო, BMW-ია, ელექტროსკუტერია BMW. ხო, სკუტერია კი, ელექტროსკუტერი არის BMW-ს. აი ესეთი საქართველოში არ ყავს, მაგრამ ნუ ევროპაში ძალიან ბევრი ნახეთ ქუჩაში და მაღაზიებშიც ბევრი ნახეთ შოურუმებში მსგავსი BMW სკუტერი. მაგრამ ნახე, Vespa-ს ესა.
ყვითელი გლუვი ფერის ვესპა იშვიათია და როგორი რაღაც სხვანაირია. ეს არის რაც მინდოდა რომ ენახებინა. ეხლა წამობარემ ესენი ზუსტად ის მოდელებია რაც საქართველოშიც არის. ერთი ეს განსხვავებით ტუონო V4 ფექტორი არის ეს. აქ იყო და ჩვენთან საქართველოში იყო ესეთი გაიყიდა უკვე. ძალიან მომწონს მოკლედ. ძალიან შინაურული გარემო არის. ესეთი სახლში უგზნობ ეხათავს მოკლედ რა. ეს არის პორტოულ პიტსტოპში ვართ მოკლედ ეხა შემოსულები და ვათვალიერებთ პორტოულ პიტსტოპს. ეს არის ეგერ შოურუმის შესასვლელი და შევიდეთ ნახოთ შეგინთ რა ხდება, ვა. რა კაია. ისე მანქები. ეს არის მანქი. ოპა, აი აქ ჩვენთვის საინტერესო რაღაცები ხდება. ეს არის CBR-ი. ტრიპლერი არის ეს. ეგ ტრიპლერი. ეს არის რაც კი ყველაზე მაღალი კომპლექტაცია და ტექნოლოგია აქვს. ყველაფერს აი ამ მოდელში მოუყარეს თავი და ეს არის ამათი შედევრი მოკლედ რა. ამათვის რაც არის მიღწევა. იქ პატარა 500-იანი არის. და Goldwing-ი აგერ. ეს უკვე ახალი ცხვირით არის. გაარესტაილინგეს მოკლედ. ძალიან დიდია და სამგზავროდ ძალიან კომფორტული არის, მაგრამ ქალაქში ძალიან არაპრაქტიკული არის. მოდი ზევითაც ავიდეთ, ნახოთ რა ხდება. AEG-ვის რაღაცეების აქვთ. Speed-ის ბრენდის აქსესუარები და აღჭურვილობები აქვთ. AEG-ვიც აქვთ. Alpine-ის დავინახე და დაინეს. მოკლედ მულტიბრენდული მაღაზია არის აქ აქსესუარები და ტანისამოსის. 250 евро ღირს ეხა ეს. ეს მოდელი საქართველოშიც გვაქვს. პიტსტოპში. ბევრისთვის ნაცნობი მოდელი არის. აქ ღირს, არის 150 евро ფასდაკლება არის და 200 евро ღირდა და ღირს ეხა 150 евро, ნამდვილად ძალიან მაგარი ფასი არის. ესეთი ჯივის კუთხეც ქონიათ. კეთებული. ძალიან საინტერესო აქსესუარებით და ძალიან მომწონს. $530 евро ღირს უბრალოდ ესენი არა და ძალიან კაი რამეა. ოპა. კასამია. ესეთი ლამაზობა არის. 300 евро. ზუსტად ის პრინტია რაც ჩვენს. ჩვენი არის პისტა GPR-ი. და ეს არის კასამი. მე რაც მაქვს იმისი EPN ვერსია არის მოკლედ რა. მოკლედ მე მგონი ნანოა წასვლისდაც მოვიდა და აი ამ ლოკაციაზე მოვედით იმისთვის რომ ეს ჩვენი ტრადიცია გავაგრძელოთ და პორტო და ზოგადად პორტუგალია არის მე-14 ქვეყანა რაც ჩემს კავასაკთან ერთად მოვიარე და აგერ თქვენ თვალწინ დავაკრავ ეხა ამ სტიკერსაც რომ ესეც ნამდვილად გავლილი გვაქვს. აი ეს პორტუგალია იყო ის ათვლის წერტილი, რისთვისაც ზოგადად ეს ევროპული დავგეგმეთ და ჩვენ შევასრულეთ. მეორე წელია უკვე ოცნებებს ვისრულებ მოგზაურობასთან დაკავშირებით და მომავალ წელს უკვე რაღაცა სხვა ლეველი არის გასაკეთებელი და რაღაც გონებაში მიტრიალებს უკვე რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვიყურებს, მოყვება ჩვენ მოგზაურობაში და ადევნებს თვალს ჩვენს ვიდეოებს. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს იმისი, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ რეალურად მე და ჩემი გუნდი ძალიან დიდ ენთუზიაზმს და ფიზიკურ შესაძლებლობების რაც კი გაგვაჩნია, ყველაფერს ვძევთ იმაში, რომ შევქმნათ ეს ვიდეოები, ეს კონტენტი გადავიღოთ, რომ თქვენამდე მოვიტანოთ და ძალიან მიხარია, რომ მოგყვებით, მოგზაურობთ ჩვენთან ერთად და ნებისმიერ თავგადასავალში ჩვენს გვერდზე ხართ და უგრძნობ ამას, იმიტომ რომ უამრავი მესიჯი მომდის და ძალიან მადლობელი ვარ ამის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორ Leader Sports. უდიდესი მადლობა ასევე Tegeda Motors, რომელიც არის მოტოვის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა Mobinex და ძალიან დიდი მადლობა Snacks. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა ამითი, რომ ევროტურის მოგზაურობა
კონკრეტულ ბოლო ლოკაციაზე მივიდა და დასრულდა ამით. ეხლა უკვე იწყება გზა რეალურად საქართველოსკენ. ჩემი სტაფი მყავს წამოყვანილი პორტუგალიაში, რომ